კომპანია 5 დღით მე ჩამაბარეს და ამიერიდან ყველაფერი ჩემს მხრებზეა. როგორც ხედავთ, ამ შტატივს ვერაფერი გავუგე. ახლა დაახლოებით 20 ვიდეო მაქვს დასაედიტებელი. ალბათ 20-ს ვერ დავაედიტებ დღეს, მაგრამ იქნებ ერთი 10 ვიდეო მაინც გავამზადო. დროსაც დავინიშნავ და გეტყვით დაახლოებით რამდენი ხანი დამჭირდა ამ ყველაფერში. ცოტა ხნით ამოვედი ლისის ტბაზე, გონების დასასვენებლად, იმიტომ რომ გავიდა დაახლოებით 5 საათი, რაც ვიდეოებს ვაედიტებ. ვიპოვე ეს ადგილი ცოტა ხნით მოსასვენებლად, მერე კი გავაგრძელებ სიარულს. იყავით ჩემთან ერთად, სანამ ლევანი ჩამოვა თბილისში, რადგან ძალიან რთულია ყველაფრის მოგვარება, როცა ხარ მარტო. ასეთი არამოტივირებული მე მგონი ცხოვრება შევყოფილა. ხელმშვიდობისა, მოკლედ რომ მოგიყვეთ, ზოგადად რა არის ჩვენი წარმოების ფუნდამენტი, ახლა გეტყვით იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ გავდივართ ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს არის ძალიან მშრალად რომ გითხრათ, ჩვენი საქმიანობა. ამის გარეთ რჩება ისეთი რაღაცები გასაკეთებელი, როგორიც არის გეგმების ჩამოწერა, ყველაფრის კონტროლი, ძალიან ხშირად ხდები გასაქცევი რაღაცა ამბებს და ესეთი რაღაცები არის თითქმის ყოველ დღე. გარდა ამისა, სულ უნდა იფიქრო ახალ პროდუქტებზე, სიახლეებზე, აქტივობებზე, ვიდეოს იდეებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გუშინ თითქმის არაფრის თავი არ მქონდა. დღესაც არ ვგრძნობ მოტივირებულად თავს, რადგან რაღაცნაირად ჩემი თავის იმედი არ მაქვს, რომ შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას. რეალურად ჩვენი პრობლემები არც ითვლება პრობლემებთან სხვა ადამიანებთან შედარებით. მაგრამ რაღაცნაირად იმ მომენტში რო ხარ და შენი ცხოვრება რო არის, ის პატარა რაღაცას გეპრობლემება და მოქმედებს ხასიათზე. უნდა ვისწავლოთ, ყოველთვის შევინარჩუნოთ ის მადლიერების გრძნობა და გავიაზროთ ის, რომ ყველაფერი ცვალებადია. დღეს მივდივართ საწარმოში ბიბოების დასამზადებლად. დღე მეხუთემ ჩათი დატოვა, არ მახსოვს მაგ დროს რას ვაკეთებდი. ეს ვიდეო არის გადაღებული ივლისში, ახლა კი არის 20 აგვისტო, რა თქმა უნდა, დავაგვიანე დაედიტება და დადება. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ.